ალეკოს ამბავი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ასეთ ტიპის ადამიანები უნდა იყოს ჩემის აზრით საკრებულოში, პარლამენტში, ვიცნობ მას კარგად და ზუსტად ვიცი რომ ეს არის ფანატიკურად, კაი გაგებით ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი თბილისზე და იმ გარემოზე სადაც ცხოვრობს და ადამიანებს სხვადასხვა მე არ მჯერა რომ მარტო ქალაქი უყვარდეს და ნაგებობა ადამიანს ისე რომ ადამიანი არ უყვარდეს. იმიტომ თავი ფასებო მაინც ადამიანია და კარგად იცის ჯერ ერთი თავისი ქალაქი და თავისი ქვეყნის ისტორია, რაც მე ძალიან მახარებს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი და აი ნათელი კლასიკური მაგალითი არის მისი წიგნი. ამ წიგნში ისეთი ქუჩების, ისეთი შენობების, ისეთი ადამიანების, ისეთი ძეგლების ისტორიები ამოვიკითხოთ, რომელიც უბრალოდ არ ვიცით. ხაშოთ ისე მოხდა, რომ ესე იგი ერთი და იგივე უნივერსიტეტში ვასწავლედით, ესე იგი ლექციების კურსი ქონდა ალეკოს და მე და მოხდა ისე, რომ დავესწარი მის ლექციას და მართლა აი ეს როგორც მისი სტუდენტები მე ასე მონუსხული და პედაგოგიური უსმენი და უყურებდი, იმიტომ რომ ეს იყო მართლა საუკეთესო ლექცია. ევროპული ქალაქი არის ქალაქი, სადაც ბევრი რეკრეაციული ზონა და ბევრი სიმწვანეა და ვერ ხვდებით, რომ ეს ამდენი შენობა, ეს ამდენი გრანდიოზული ჯიპები აღარ ტოვებს ადგილს იმის ჩვენი შვილების მომავალი თაობისთვის, რომ ელემენტარულად ისუნთქონ. აი შეუძლებელია თბილისში სუნთქვა, აი მისი დამსახურება ძალიან ბევრი ადგილის შენარჩუნება, რაც საბედნიერო ჯერ კიდევ გადაურჩა განადგურებას ან ჩანაცვლებას უამრავი სიმაღლეში. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალიზმი. პროფესიონალიზმი რა არის? დამოკიდებულება. საერთოდ არც ევალებოდა, ხო? ახლა არც არასდროს არ ყოფილა დეპუტატი, არასდროს არ ქონია არანაირი თანამდებობა, მაგრამ იმას რაც დაევალება როგორც საკრებულოს დეპუტატი, ისედაც აკეთებდა წლების მანძილზე და ეხლა მარტივი ლოგიკაა, რომ ეხლა უფრო მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება. ჩემი მოლოდინი არის ცალსახად პოზიტიური, იმიტომ რომ ყველგან სადაც ესე იგი მოღვაწეობდა, ყველგან მისთვის იყო მთავარი ხალხი და ამიტომ მომწონს ალეკო, რომ აი გამორჩეულია ამ მხრივ.